ოდესმე დაფიქრებულ ხართ, რატომ არის რომ ზოგიერთი ადამიანი თითქოს სულ ერთსა და იმავე შეცდომებს უშვებს? აი ისევ და ისევ. ანუ რატომ ჩანს რომ ზოგს ხაოსი მუდმივად თანსდებს, აი მაგნიტივით იზიდავს. ზუსტად. დღეს სწორედ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენს ხელთ არსებულ მასალებში გამოკვეთილია 6 კონკრეტული ქცევითი ნიმუში. ნიმუშები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პიროვნულ ზრდას. და ხშირად ზედმეტი ტანჯვაც კი გამოიწვიოს. მოდით აბა, ჩავუღრმავდეთ ამ იდეებს, ვნახოთ რას გვთავაზობს ეს პერსპექტივა. კი ბატონო, თუმცა აქ ვთქვათ, ეს თემები შეიძლება ცოტა დისკომფორტს იწვევდეს. რა თქმა უნდა. მაგრამ ფიქრობ, მათი განხილვა დაგვეხმარება და ვინახოთ როგორ შეიძლება ზოგი ჩვევა აი ერთი შეხედვით თითქოს უმნიშვნელო, რეალურად დესტრუქციული აღმოჩნდეს. თავარია ობიექტურად შევხედოთ, ხო? გაჯის გარეშე. დიახ, ჩვენი მიზანი ეს არის. კარგით, მაშინ პირველი ნიშანი, რასაც ეს მასალა გამოყოფს, ეს არის პასუხისმგებლობისგან თავის არიდება. აჰა, როცა ადამიანი სულ სხვას აბრალებს თავის პრობლემებს. ხო, და აქ საინტერესო ისაა, რომ ეს არ განიხილება უბრალოდ შეცდომად, არამედ როგორც რაღაც უფრო ღრმა ფილოსოფიური პრობლემა. დიახ, რომელიც ამ წყაროს მიხედვით სისუსტეს და ქაოსს იზიდავს თურმე. საინტერესოა. და კიდევ ერთი რამ ამ პერსპექტივით, როცა პასუხისმგებლობას გაურბი ხარ, სინამდვილეში საკუთარ ძალაუფლებას თმობ. ანუ თითქოს გასაღებს სხვას აძლევს. ზუსტად. და ეს იწვევს მერე სიმწარეს, შურს და საბოლოოდ შეიძლება სიძულვილშიც გადაიზარდოს. ესე იგი, პასუხისმგებლობის აღება აქ არის არა წვირთი, არამედ პირიქით ანტიდოტია პარალიზების, ტრანსფორმაციის საწლისი წერტილია. გასაგებია და ეს ლოგიკურად მიდის მეორე პუნქტამდე, მოკლევადიანი სიამოვნების გრძელვადიან მიზნებზე წინ დაყენება. ხო, ესეც ძალიან გავრცელებულია. ანუ, როცა ადამიანი უარს ამბობს დღევანდელ თქვათ მცირე მსხვერპლზე, მომავალი დიდი სარგებლისთვის. თითქოს ბევრი პატარა ცალკეული გადაწყვეტილებაა რა, რომელიც გროვდება და საბოლოოდ ქმნის ცხოვრებას, რომელიც, ქვიშაზეა აშენებული. აქ საინტერესოდ არის განხილული წუთიერებით ცხოვრების იდეა. ეგ პოპულარული ფრაზაა. ხო, რომელიც ხშირად ამ მასალის მიხედვით უბრალოდ შენიღბული ჰედონიზმია. ანუ, ღირსიერი სიამოვნების გამართლება. და არა რეალური ყოფნა მომენტში. დიახ. რადგან გონიერმა ადამიანმა პრინციპში იცის, რომ სერიოზულ მიზნებს დრო და დისციპლინა სჭირდება. მუდმივი გართობა და დისციპლინის არიდება ეს თვითსაბოტაჟია ფაქტობრივად. გასაგებია. მესამე პატერნიც ძალიან საინტერესოა, როცა მთელი იდენტობა მხოლოდ გარეგნობაზეა აგებული. ესეც აქტუალური თემაა. ეს იგივეა, რომ მთელი შენი, კაპიტალი ჩადო აქტივში, რომელიც აუცილებლად გაუფასურდება დროთა განმავლობაში. ხო, სილამაზე წარმავალია ბოლოს და ბოლოს. და ეს ადამიანს ძალიან მოწყვეტს ხდის. იმიტომ რომ როცა ეს ერთადერთი ვალუტა გარეგნობა უფასურდება, მერე რარჩება. ზუსტად. ამის საპირისპიროდ კი ისეთი რამეების განვითარება, როგორიცაა კომპეტენცია, ხასიათი, უნარები. ეს ქმნის მყარ საფუძველს. რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს. დიახ. და კომპეტენცია იწვევს პატივისცემას, არა უბრალოდ აღფრთოვანებას, არამედ ნამდვილ პატივისცემას, რომელიც ბევრად მგდრადია. ესაა რეალური ძალა. და ეს კომპეტენციის თემა კარგად ეხმიანება მეოთხე ნიშანსაც, არა? ხმამაღალი საუბრის და აგრესიის სიძლიერესთან გაიგივება. კი, ნამდვილად. ტენდენცია, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ აუცილებლად უნდა იყვიროს ან იყოს მკაცრი, რომ სერიოზულად აღიქვან. თითქოს ეს ერთგვარი აღიარებაა, რომ თავად იდეა ან პოზიცია არ არის საკმარისად მყარი და ამიტომ ხმის ტონით ცდილობს კომპენსირებას. ზუსტად. წყარო ამბობს, რომ ხმამაღალი ტონი და მით უმეტეს დაშინების მცდელობა ნამდვილ პატივისცემას არ იწვევს. პირიქით. ხალხს აიძულებს უკან დაიხიონ ალბათ. დიახ, დისტანციას იჭერენ რეალური გავლენა კი მოდის თანმიმდევრობიდან, სიმშვიდიდან, შინაარსიდან. ძლიერ ადამიანს არ სჭირდება ყვირილი. მისი ავტორიტეტი კომპეტენციიდან მოდის. და შინაგანი სიმშვიდიდან. სიცხადე და სიძლიერე ხშირად სწორედ ჩუმად მოდის. კარგით, შემდეგი ნიშანი, მეხუთე, მუდმივად ქაოსის გარემოცვაში ყოფნა. თან ამას ხშირად არქმევენ ვნებას ან ინტენსიურობას. აი ეს ცოტა პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ძალიან საინტერესო დაკვირვება. წყარო ვარაუდობს, რომ ეს მიზიდულობა ქაოსისადმი ხშირად რაღაც ძველი ტრავმებით არის განპირობებული. ან გადაუჭრელი საკითხებით, ან თუნდაც თვით დესტრუქციული არჩევანით. თუ ქაოსი ნაცნობია, შენთვის კომფორტულია ერთგვარად, მაშინ სტაბილურობა შეიძლება მოსაწყენი მოგეჩვენოს. ანუ ეჩვევი ემოციურ ატრაქციონს. დიახ, ნერვული სისტემა ეჩვევა ამ მუდმივ მღელვარებას შესაძლოა. ამიტომ ამ პერსპექტივით ნამდვილი სიძლიერე ის კი არ არის, რომ ქაოსში დარჩე, არამედ ის, რომ მისგან თავი დააღწიო. და სიმშვიდე მოიპოვო. კი, სიმშვიდე, რომელიც მოდის შენს ღირებულებებთან შესაბამისობაში ცხოვრებით და საკუთარი თავის პატივისცემით. და ბოლოს მეექვსე ნიშანი ისევ აბრუნებს პასუხისმგებლობის თემას, ოღონდ სხვა კუთხით, მუდმივი მსხვერპლის როლი. ხო, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად ნებისმიერ წაუმადებლობას სხვას აბრალებს. უფროსს, ყოფილ პარტნიორს, ოჯახს, თავრობას, სამყაროს. ყველაფერს და ყველას, საკუთარი თავის გარდა. ეს დადანაშაულების თამაში, რა თქმა უნდა, ერთგვარ მორალურ კმაყოფილებას იძლევა მომენტალურად. მაგრამ წინსვლას აფერხებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის აღება აქ ნიშნავს, რომ დაინახოს შენი როლი მომხდარში. თუნდაც მცირე, თუნდაც პრობლემა შენ არ წამოგიწია. ესაა სიმწიფის ნიშანი. და არა მხოლოდ. ამ მასალის მიხედვით, ეს ერთგვარი ხსნის გზაც კია. რადგან საბოლოო ჯამში შენი ცხოვრება ამა თუ იმ ფორმით მაინც შენივე რეაქციების და არჩევანის შედეგია. ნამდვილად, ეს ძალიან დამაფიქრებელი იდეებია, რომელიც ამ მასალამ წამოჭრა. კი, გვაიძულებს საკუთარ ქცევებსა და არჩევანს დავაკვირდეთ. არა იმისთვის, რომ თავი დავიდანაშაულოთ, არამედ უკეთ გასაგებად. სწორედ. და ბოლოს, მოდით მსმენელს დავუტოვოთ ერთი კითხვა დასაფიქრებლად, აი, რა კავშირს ხედავთ თქვენ პასუხისმგებლობის სრულად აღებასა და ნამდვილ შინაგან თავისუფლებას შორის? და როგორ შეიძლება ამ ნიმუშების შემჩნევა საკუთარ თავში ან სხვებში, ისე რომ ეს სასარგებლო იყოს? საინტერესოა ამაზე დაფიქრება. თუ ეს განხილვა თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა, გთხოვთ მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ჩვენი მასალები.